ფრა ანჯელიკოს ფიეზოლეს საკურთხეველი, რომელიც 1420-1423 წლებშია შესრულებული, ხანგრძლივი რესტავრაციის შემდეგ სან დომენიკოს მონასტერში თავდაპირველ ადგილას დააბრუნეს. შეკეთდა საკურთხევლის მხატვრობა და ხის საყრდენი. ეს ნამუშევარი ფრა ანჯელიკოს უძველესი შემორჩენილი საკურთხეველია და სავარაუდოდ მისი პირველი მასშტაბური ნახატი, რომელიც ფლორენციის ჩრდილოეთით ფიეზოლეს სან დომენიკოს ეკლესიისთვის შეიქმნა. ნახატზე გამოსახულია ტახტზე მჯდომი მადონა, რომელიც ქრისტეს ეხუტება. მათ გარშემო 8 ანგელოზი არიან, ხოლო გვერდებზე 4 წმინდანი: ბარნაბა, თომა აკვინელი, დომინიკო და პეტრე მოწამე. რესტავრაციის ჯგუფმა ინფრაწითელი რეფლექტოგრაფიის გამოყენებით მოულოდნელი აღმოჩენები გააკეთა ფრა ანჯელიკოს ორიგინალური დიზაინის შესახებ. 1501 წელს სხვა მხატვარმა ლორენცო დი კრედიმ ნახატი განაახლა და ფრა ანჯელიკოს ფონი გადაღება. ახლახან ჩატარებულმა მასშტაბურმა რესტავრაციამ და ინფრაწითელმა სკანირებამ საღებავის ფენების ქვეშ დამალული ფრა ანჯელიკოს მიერ კვერცხის ტემპერათი შესრულებული მადონას ტახტი აღმოაჩინა. ხანგრძლივი რესტავრაციის შემდეგ ეს საოცარი 600 წლის შედევრი ფიეზოლეში თავის ისტორიულ ადგილს დაუბრუნდა.